მოგესალმებით მეგობრებო, კვლავ და მე ეს ვიდეო გავაზიარებ დღეს, თუმცა არავინ ყური არ გაიფერთხა. იქ რამოდენიმე ტირილის სახე იყო და ასე შემდეგ მოწყენილი სმაილი და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ რაც ხდება ახლა ვიდეოში, ერთი წუთი დედიკო გადადიიქით. ამ ვიდეოში რაც ხდება არის ასეთი რამ. ვიღაცა ურჯულო არაქართველი ერის წარმომადგენელი, რომელიც აი ახლა აქ ხედავთ თქვენ, ხო? აი აქ. აი ამ ადგილზე, წითელი დროშით, დგას ეკლესიაზე და აფრიალებს დროშას. ეხლა მაინტერესებს რა, ჯვარზე რო გაჩნდა უცბად ჩემს გამო უშიშროება, აი ამ დროს სად არის უშიშროება? ეს არ არის, ხო? ეკლესიაზე ფეხით დაადგა ვიღაცა ტიპი, აფრიალა არაბული დროშა და ვითომც არაფერი რა, ყველაფერი ნორმალურად არის, ძმა, არა უშავს ეს ტურისტია რა და ვიღაცა, ხო? და უშიშროება საერთოდ არსად არ ჩანს აქ. მე მაინტერესებს ერთი რამ ხალხო რა. ან საპატრიარქომ რამე მაინც გამოეთქვა და პროტესტი მაინც გამოეთქვა და საყვედური მაინც გამოეთქვა აი ამ ტიპზე ვიღაცაზე, რომელიც ეკლესიაზე ფეხით ადგია. ფეხი უდგას ეკლესიის თავზე, არის ამძვრალი. აი ამ ადგილზე ხალხო. ეს არის ძველი თბილისი ახლა. აქ ხალხი მოკლედ ერთი სიტყვით არაბული დროშა აგვიფრიალეს. რაღაცა ლოს-ანჯელესში ვიღაცა მექსიკური დროშა აფრიალა და იქ ერთი ამბავი ხდება და ასე შემდეგ დღეს რაღაცა უცხო რაღაცა საკეთებს ყვება იმაზე ლოს-ანჯელესში რა ხდება და ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოში რომ გვიფრიალებენ თანაც ეკლესიაზე შემომდგარან და თანაც აი ამ ნიშაზე გვიფრიალებენ არაბულ დროშას, ეს არც უშიშროებას აინტერესებს, არც ქართველ მოსახლეს აინტერესებს, არც საპატრიარქოს აინტერესებს, არც ხელისუფლებას აინტერესებს და ტაშფანდურა გამართული საქართველოში ჩემოსაყვარლებო. და ნახე? და ამასობაში ვიღაცა კეთილი ბიჭი თუ გოგო ერთი წუთით სად გვიფრიალებენ არაბულ დროშასო ამბობს. მართებულად ამბობს. თქვენ რას ფიქრობთ? დაწერეთ თქვენი კომენტარები. მე ხომ ისედაც ლაპარაკობ და ეხლა თქვენი ლაპარაკეთ.